ჭიათურაში კი უკვე წლებია სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემა არსებობს, ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას გადადუღებული წყლის მიღებას ურჩევენ. წყლის დაბინძურება ფირანის სუბსკრულში ჩაღვრილმა მადანმა გამოიწვია, საიდანაც წყალი მომარაგების ორ ძირითად სადგურში ხდება. ჭიათურ მანგანეზში არ უარყოფენ, რომ წყალი სასმელად უვარგისია, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოძველებული წყალგაყვანილობაა. რაიონის მოსახლეობის კიდევ ერთი პრობლემა გამრიცხველიანების შემდეგ წყლის საფასურის გაზრდა. რამდენიმე დღის წინ ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთის მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა. ადგილობრივები აქციაზე გამრიცხველიანების შემდეგ წყლის საფასურის მაჩვენებელს აპროტესტებდნენ. მაგალითისთვის, ოჯახში სადაც ორი პენსიონერი ცხოვრობს, 100 ლარიანი ქვითარი მივიდა. არაფრის საშუალება მე არ მაქვს, მარტო პენსია. სიდან უნდა გადავიხადე 150 ლარი, მე შვილი მე არ ამყავს, მამი პაკ პარმა. საიდან დედა? საიდან შვილო? მეც არაფერს არ გეტყვი დედა, სათქმელი ბევრი გვაგვიდედიკო. მოსახლეობა წყლის საფასურს აპროტესტებს. იმ წყლის, რომლის სათავე ნაგებობა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბოლო 10 წელზე მეტია არ დასუფთავებულა და არ დაკლორილა. ეს ღრუდო სათავე ნაგებობა აქედან სასმელი წყალი ჭიათურის სოფლებს, გარეუბნებს და ქალაქის ნაწილს მიეწოდება. სპეციალისტებმა კვლევებისთვის სინჯები ჭიათურის 14 სათავე ნაგებობიდან და გამანაწილებელი ქსელიდან აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები არასახარბიელო აღმოჩნდა. აქ საშიშია წყლის დალევა, არაერთი ადგილობრივი თუ უცხოური კვლევები არის ჩატარებული სასმელ წყალთან დაკავშირებით, ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ ჭიათურას უდიდესი წყლის მარაგი აქვს, სასმელი წყლის უდიდესი მარაგი აქვს, ყოველივე ამის მიუხედავად წყალი ჭიათურაში მაინც პრობლემა არის და ის სასმელად ჯერჯერობით გამოუსადეგარი. განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა არის ჯორჯიერ მანგანეზის კუთვნილ სატომო და სათავე ნაგებობაში წყალშემკრე გაუზებში, სადაც წლების განმავლობაში არ დამუშავებულა სანიტარულად და მახასიათებელი წყლის ხარისხის არის შეიძლება შევადარო ჭაობის მახასიათებლები. აი იმ წყლის დალევა არის მომაკვდინებელი ადამიანისათვის. ჭიათურის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ბავშვებს სასმელი წყალი სახლიდან მოაქვთ. ბაღის მენეჯერი ამბობს, რომ ონკანის წყალზე არც საკვებს ამზადებენ, თუმცა არის შემთხვევები, როცა მისი გამოყენება მაინც უწევთ. ნალექების მოშლის შემთხვევაში წყალი იმღვრება, რომელიც უვარგისია როგორც სასმელად, ასევე საკვების მოსამზადებლად. იმისათვის, რომ პრობლემები ნაკლები იყოს, ხშირად გვიხდება ის, რომ მშობელი შევაწუხოთ, მოიტანოს ბავშვებისათვის სასმელი წყალი. გვაქვს საბავშვო ბაღში რეზერვუარი, სადაც ვითავსებთ იმ წყალს, რომელიც როცა სუფთად მოდის წყალი. მაგრამ არის შემთხვევა, როცა ონკანიდან მოსულ წყალზეც გვიხდება პროდუქტის სადილის დამზადება. ონკანის წყალს არც სოფელ რგანის მოსახლეობა იყენებს, მაგრამ თამარ ხვედელიძე სხვა გამოსავალი არ აქვს. წყალი ვერც შორიდან მოაქვს და არც მისი ყიდვის ფინანსები აქვს. ქალბატონი თამარი ამბობს, რომ ეპილეფსიითაა დაავადებული და თან რამდენიმე ხნის წინ სასმელი წყლით მოიწამლა. მე მქონდა თვითონ შემთხვევა, ვიყავი ამ წყლით. ძალიან დიდი ხნის მკურნალობაც მქონდა ამის შესახებ, წყლის მოწამლით და რა ვიცი, არა ხშირი ავადმყოფობაც მქონდა, ალერგიაც მქონდა ხოლმე მიღებული და ეხლაც დაავადებული ვარ. ეს არის ფირანას სუბსკრული 115 მეტრის ჭა, სადაც გეოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტების თქმით, ბოლო წლებში მადანი და ფუჭი ქანები ჩაიყარა. ამ ადგილებზე დაბინძურებული წყალი კი ჭიათურის ორ ძირითად წყალმომარაგების სადგურში ხდება. ჭიათურის წყლების ლაბორატორიული კვლევა საქართველოს სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა. ერთჯერადი კვლევით დადგინდა, რომ წყალს კეთილხარისხიანი ორგანოლეპტიკური თვისებები შენარჩუნებული აქვს. მძიმე ლითონები არ აღმოჩნდა და ნორმის ფარგლებშია მანგანუმის შემცველობა, მაგრამ მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით სინჯების უმეტესობა დაბინძურებულია. მოსახლეობას გადადუღებული წყლის მიღებას ურჩევენ. მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით სინჯების უმეტესობა დაბინძურებულია, რის გამოც გაზრდილია წყლის ფაქტორით გამოწვეული ინფექციური დაავადებების რისკი. მოსახლეობას მოუწოდებთ, სანამ ჩვენთ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და ღონისძიებების გატარებამდე მოიხმარონ სასმელად გადადუღებული წყალი, ხოლო ხელისუფლებას რომ გაატაროს სათანადო გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. ჭიათურაში სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევა არსებობს. ეს კვლევები
ჩატარდა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გერმანიაში. ეს არის დასკვნა, რომელიც ერთი თვის წინ გერმანიიდან, გისენის უნივერსიტეტის ლაბორატორიიდან მოვიდა. აქ აღებულია 14 ადგილი, საიდანაც მკვლევარებმა სპეციალურად ამ ლაბორატორიებისთვის სინჯები აიღეს. ამ კვლევაში წერია, რომ ჭიათურაში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ნიადაგები მძიმე მეტალებით არის დაბინძურებული. ეს კი მარტივად იმას ნიშნავს, რომ ჭიათურაში სასმელი წყალი დაბინძურებულია. გერმანულ კვლევაში პროფესორი ბესი კალანდაძეს მონაწილეობდა. კვლევა აქაც ერთჯერადი იყო. სპეციალისტი ამბობს, რომ მრავალჯერადი დაკვირვებით შესაძლოა მძიმე შედეგები გამოვლინდეს. ამ ლოკალურმა კვლევამ მე დამარწმუნა და ჩემი კოლეგები დაგვარწმუნა იმაში, რომ უნდა ჩატარდეს უფრო სერიოზული ფუნდამენტური კვლევა. ეს ფაქტიურად სავიზიტო ბარათია ეს კვლევა იმისა, რომ ჩვენ განვაგრძოთ აი ამ რეგიონში ფუნდამენტური კვლევა და უფრო გლობალურად მოვიცვათ ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ეს მაძლევს იმის სიტუაცია ზოგადად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აქ შეიძლება უფრო რთული პროცესები მიმდინარეობდეს, ვიდრე ჩვენ დღეს ვიცით. კომპანია ჭიათურ მანგანეზი არ უარყოფს, რომ ჭიათურის წყალი დაბინძურებულია და ხშირად სასმელად გამოუყენებელიც, მაგრამ კომპანიაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მოძველებული წყალგაყვანილობაა. მე არ ვთვლი, რომ მაინც ჩვენი ბრალია ის, იმიტომ რომ კი გეთანხმებით იმაში, რომ არის დაბინძურებული წყალი და უფრო მოძველებული წყალი სისტემის და სათავო ნაგებობების ბრალია ეს. იმიტომ რომ მადანი ვრცელდება ყველგან ჭიათურის რეგიონში და ალბათ სადღაც ვერ დავაზუსტებ, მაგრამ ალბათ სადღაც ერევა ის, რომ ჩვენი წარმოებიდან თქვა ან ქარხნიდან ნაწარმოები მადნის თქვა გარეცხვიდან და სადმე რეოდეს სასმელ წყალში ასეთი ჩვენი მხრიდან არ ხდება, მაგრამ დაბინძურება რო ხდება ფაქტია. და მე დავაბრალებ მოძველებულ სისტემას რა, წყალმომარაგებისა და სათავო ნაგებობებისა. ვიზუმებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივხედოთ სოფლის წყლებსაც რა თქმა უნდა და ეს სისტემები საბოლოო ჯამში გაიმართოს წელში და როგორც ქალაქის ასევე სოფლის მოსახლეობა მიიღოს ხარისხიანი და ნორმალური წყალი. ჭიათურაში სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით ბრალდებები წლებია გრძელდება. ასევე წლებია მოსახლეობა სასმელად არასასურველ წყალს სვამს. ყველა ლაბორატორიის დასკმაში კი ერთი რეკომენდაცია წერია. მისი მიღება გადადუღების გარეშე არ შეიძლება. გადადუღებული წყლის მიღება კი მხოლოდ რამდენიმე თვეა მიზანშეწონილი.